რუსთავში შიდა საუბნო საზოგადოებრივი და სპორტული სივრცეების მოწყობა გრძელდება. ძველ რუსთავში ბალანჩივაძის ქუჩის ნომერ 12 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ საბავშვო მოედანის სპორტულ გამაჯანსაღებელი კუთხე, გარეგანათება და მწვანე ზონა მოეწყო. სამუშაოების დაწყებამდე პროექტი მოსახლეობას ქალაქის მერმა საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად გააცნო. პარალელურად ანალოგიური პროექტები ფალიაშვილის, ჭავჭავაძის, თოდრიას ქუჩების შიდა უბნებში და შარტავას გამზირის მიმდებარედ მიმდინარეობს. რუსთავში არაერთი პროექტი ხორციელდება, რომელიც მიზნად ისახავს ეზოების მოწესრიგებას და იქ შესაბამისი გარემო შექმნას ახალგაზრდებისთვის, ასაკოვანი ადამიანებისთვის. მსგავსი შეხვედრები ემსახურება, რომ რაც შეიძლება დეტალურად გავიაროთ მათთან ერთად საპროექტო ნაწილი, რომ უკვე განხორციელების ეტაპზე გათვალისწინებული იყოს ყველა ის რეკომენდაცია თუ თხოვნა, რომელიც ექნება მოსახლეობას. რუსთავში ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობს შიდა საუბნო სკვერების მოწყობა და უკვე არსებული სივრცეების მოწესრიგება. ეს მიმართულება თავისი მასშტაბით და მნიშვნელობით ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია, რომელსაც ჩვენი გუნდი მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაციის საფუძველზე გეგმავს. ჩვენი მიზანია ქალაქის ყველა უბანში შევქმნათ კიდევ უფრო მეტად კომფორტული, მოწესრიგებული და მწვანე სივრცე ყველა თაობის რუსთაველისთვის.